დისკის თიაქარი, წელის ტკივილი, სიატიკა. ამ ყველაფერს ერთი საერთო აქვს. დაძაბულობის ნაზავი, რომელიც ხერხემალს აკავებს და ხელს უშლის ხერხემლის სწორ განლაგებას. ანუ ის ცნობილი გაჭედვა ზურგში. დღეს გაჩვენებ, როგორ გააუმჯობესო ეს ორი პრობლემა კარგი მოძრაობის მარტივი ვარჯიშებით. და შენ არ გჭირდება იყო გამხდარი, ახალგაზრდა ან მოქნილი, რომ გქონდეს კარგი მოძრაობა. რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ეს დაძაბულობა, რომელიც ზურგს აკავებს, მოდის ან კუნთებიდან, ფსოასიდან, დიაფრაგმიდან, თეძოს მომხრელი კუნთებიდან, ან შინაგანი ორგანოებიდან, კუჭიდან, ღვიძლისგან, ნაწლავებიდან. ასე რომ მოდი ამ ორ პრობლემას მივხედოთ. დაიწყე ფეხის სკამზე დადებით, ნება მომეცი, ფეხსაცმელს გავიხდი, ცოლმა არ მისაყვედუროს, ეს უბრალოდ საღი აზრია, ხომ ხედავ? დაიწყე ფეხის სკამზე დადებით, ხელები წელზე დაიდე და ტანი წინ წაიღე. მანამ სანამ ფეძოს წინა მხარეს სასიამოვნო გაწელვას არ იგრძნობ. ფრთხილად არ უნდა გადააძალო, არ მინდა ტკივილი იგრძნო. და ასევე ფრთხილად იყავი, რომ მენჯი არ დატრიალდეს. ამისთვისაა ეს ხელი აქ წელზე. ამ გაწელვის პოზაში ისუდგე და ჰაერი მაქსიმალურად გამოუშვი რამდენჯერმე. 30 წამის განმავლობაში. ამას 3 გაიმეორებ თითოეული ფეხით. აქ ჩვენ ვაკეთეთ ყველა ამ კუნთის, მთელი ამ კუნთოვანი ჯაჭვის გაწელვას უსაფრთხოდ და ტრავმის გარეშე. შემდეგ გადავდივართ, ახლა ნება-მომეცი ფეხსაცმელი ჩავიცვა, გადავდივართ ვისკერალურ დაძაბულობებს. დაჯექი დივანზე მაგალითად, ისე რომ იყოთ ნახევრად მჯდომარე და ნახევრად წოლიარე მდგომარეობაში, ძალიან კომფორტულად რომ შეძლოთ განსაკუთრებით მუცლის კუნთების მოდუმება. კარგი? გააკეთე ხელებით ნიჟარისებრი ფორმა. და ნეკა თითის მხარე უფრო ღრმად მიაჭირე აქ, მუცლის ქვედა ნაწილში. აქაც ცოტათი ავწევ ჩემს პერანგს, აი ესე. აქ მუცლის ქვედა ნაწილში უფრო ღრმად მიაწექი. წარმოიდგინე თითქოს სანაპიროზე ქვიშაში თხრი. უფრო ღრმად მიაწექი. ოდნავ მიიზიდე ჭიპისკენ. ამ პოზიციაში შეგიძლია ან აქ გაჩერდე და დაიჭირო, თითქოს ბავშვს ხელში იჭერ. 30 წამიდან 1 წუთამდე, ან შეგიძლია ტალღის მოძრაობა გააკეთო. ხო ასეა? ნელა, მოკაჩე და გაუშვი იქამდე, რომ ტკივილი არ გამოიწვიოს. ასევე 30 წამიდან 1 წუთამდე ეს კარგია წელის ტკივილისთვის. როცა ვწვევით, სინამდვილეში უკან სახსრებს ვკეტავთ. ამიტომ ეს ვარჯიში დაგეხმარება გასწორებაში. თითქოს სახსარი უკეთესად ჯდება და ტკივილის გარეშე იკეტება. ერთი რჩევა. თუ ამ ვიდეოში ვარჯიშებს იმ მიმდევრობით გააკეთებ, როგორც მე გაჩვენებ, ბევრად უფრო დიდ შვებას იგრძნობ. მოდი, გავაუმჯობესოთ ხერხემლის სწორი განლაგება და დავიწყოთ ხერხემლის ბოლოდან, საკრალური სახსრებიდან. დაჯდები ისე, რომ დუნდულების ერთი მხარე სკამის გარეთ იყოს. შემდეგ გადაადგილდები, ასე უკეთესად დაინახავ, ნახე. გადააწევ ფეხს უკან, სანამ მენჯის წინა ნაწილში სასიამოვნო გაწელვას არ იგრძნობ. ეხლა ცოტა ძალა გამოიყენე, თითქოს სკამიდან 1 სანტიმეტრით უნდა წამოდგე. ნახე, აი ეს. დაძაბე. შეინარჩუნე. და მოდუნდი. აქ ჩვენ ვიყენებთ კუნთების ძალას, რომ შევატრიალოთ, დავალაგოთ მენჯი, მათ შორის საკრალური ძვალი. საჭიროა მხოლოდ 3-დან 5 ჯერ გააკეთო თითოეული ფეხით. ყოველი შემდეგი უკეთესია, ვიდრე წინა. შემდეგ უბრალოდ დაწექი საწოლის კიდეზე, მენჯი და ფეხები გადმოწეული იყოს საწოლიდან. დაისვენე, იგრძნობ, როგორ თავისუფლდება ხერხემალი, იწელება ფეხების წონით და შენი სუნთქვით. ყურადღებით იყავი. როცა ღრმად ისუნთქავ, იგრძნობ, როგორ იწელება ხერხემალი კიდევ ცოტა. შეინარჩუნე ეს სასიამოვნო, კონტროლირებადი მოდუნება და ნელი სუნთქვა 1 წუთით. ეს საკმარისია იმ საბოლოო გასწორებისთვის, რაც შენს ხერხემალს სჭირდება. თუ შენთვის საწოლში გადაბრუნება პრობლემაა, აუცილებლად უნდა ნახო ეს ვიდეო. მასში გაჩვენებ, როგორ შეამსუბუქო ეს ტკივილი ძილის დაკარგვის გარეშე. უბრალოდ დააწკაპუნე აქ ეკრანზე. თუ ეს ვიდეო დაგეხმარა, არ დაგავიწყდეს, გაუზიარო ვინმეს, ვისაც სჭირდება. იფიქრე ვინმეზე, ვისაც ხერხემლის პრობლემა ან წელის ტკივილი აქვს და გაუგზავნე ეს ვიდეო. მხოლოდ ამას გთხოვ. აქ დავასრულებ. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.